საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დუშეთის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. განახლებულ სასკოლო სივრცეებთან ერთად მინისტრმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი ბორჯომის პროფესიული კოლეჯი დაათვალიერა, რის მშენებლობაც 2025 წელს დასრულდა. უახლესი სტანდარტების შესაბამისი გარემოთი კოლეჯი მსურველებს მრავალფეროვან პროგრამებს შესთავაზებს. ამასთან აქტიურად ითანამშრომლებს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე კერძო სექტორთან. კოლეჯის მიერ შეთავაზებული ყველა პროგრამა თანხვედრაში იქნება ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და მოსახლეობის საჭიროებებთან. ბორჯომის კოლეჯის პროექტის სრული ღირებულება 9,5 მილიონ ლარზე მეტ შეადგენს. გავეცანით სასკოლო ინფრასტრუქტურას, კერძოდ მიმდინარე და ახლად რეაბილიტირებულ სკოლებს და 15 სექტემბერს ძალიან გამართული ინფრასტრუქტურით ხდება დუშეთი, განახლებულ სივრცეებში, სადაც ჩვენი ახალგაზრდები მომავალი თაობა შეძლებს ძალიან მაღალი სტანდარტის გარემოში ცოდნის მიღებას. რა თქმა უნდა, სამუშაოები გრძელდება როგორც დუშეთის, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და ჩვენ ასევე ვესტუმრეთ ბორჯომის მუნიციპალიტეტს, სადაც სულ ახლახანს დასრულდა პროფესიული კოლეჯის მშენებლობა. უახლოეს პერიოდში ჩვენ უკვე კონცეფციურად მიუდგებით ამ პროფესიული სასწავლებლის დატვირთვას, შემოვიტანთ შესაბამის აღჭურვილობას და ვფიქრობთ, რომ 2026 წლიდან ჩვენ უკვე აქტიურად დავიწყებთ იმ ადამიანების მიღებას, რომელთაც რეგიონის მასშტაბით სურვილი ექნებათ კონკრეტულ პროფესიებს დაეუფლათ. შენობა არის დასრულებული და არის ევროსტანდარტების შესაბამისი გამოყენებული არის ეკოლოგიურად სუფთა მასალები. შემდგომში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და რა თქმა უნდა აღიჭურება შესაბამისი ინვენტარით და ტექნიკით.